ინგლისის პრემიერ ლიგაში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს. დინამო თბილისის თავდამსხმელი ვახტანგ სალია ნიუკასლს შეუერთდება. ქართველი ფეხბურთელი ინგლისში 17 აგვისტოს გაფრინდება. გავრცელებული ინფორმაციით კლუბი ფეხბურთელის იჯარით გასხვისებას არ აპირებს და ის პირველ გუნდთან ერთად მოემზადება. სალია ინგლისურმა კლუბმა გასულ ზაფხულს შეიძინა, თუმცა ასაკის გამო ერთი წლით მოცდა მოუხდათ. ფეხბურთელი 18 წლის 30 აგვისტოს გახდება და სწორედ ამ დღეს გააფორმებს ოფიციალურ კონტრაქტს. ვაკო ყაზაიშვილი ჩინეთის სუპერლიგის ივლისისთვის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. სიმბოლური გუნდი 3-4-3 სქემით არის დაკომპლექტებული, სადაც ყაზაიშვილმა ადგილი თავდამსხმელთა ხაზში დაიკავა. შანდუნ ტაიშანის ქართველმა ფეხბურთელმა ივლისში 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონატის მე-18 ტურში მეიჯოუ ჰაკასთან მატჩში ჰეტ-ტრიკი შეასრულა. ფრანგულმა გამოცემა RTL-მა იმ ფეხბურთელების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებსაც გულშემატკივრები საფრანგეთის ლიგა 1-ში განსაკუთრებით უნდა დააკვირდნენ. ჩამონათვალში 2 ქართველი ფეხბურთელი მოხვდა. ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც სიაში მე-3 ადგილი დაიკავა და გიორგი მიქაუტაძე, რომელიც მე-10 ადგილზე გავიდა. ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკაში მიმდინარე სამტერის 125 გულიანი ჩელენჯერის მე-4-ფინალშია. ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე წრეში ამერიკელი მერფი კესონი დაამარცხა. პირველ წრეზე კი კრისტოფერ ეუბანსკს მოუგო. მე-4-ფინალში ბასილაშვილის მეტოქე ყაზახი ალექსანდრ შევჩენკო იქნება.